საბოტაჟის საქმეზე განხილვა იწყება, პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვას. განხილვა მოსამართლის გადაწყვეტილებით სრულად დახურულ რეჟიმში წარიმართება. მიზეზი სასამართლო განხილვის დროს ხმაური გახდა ცნობისთვის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა. მასკარადია ჩვენი არაფერი არ არის 45 ტომი რომელსაც ამატებენ ამ ტომებში არაფერი არ არის საერთოდ და რაც არის ისიც ვის მიემართება ეგეც გაუგებარია სამის ხტომა ადვოკატები ითხოვენ რომ გაგვაგებინეთ 45 ტომი რო არის გითხარით რომ ამგვერიდან ამგვერდამდე არის ზურა ჯაფარიძეს ეხება ამგვერიდან ამგვერდან ბადრი ჯაფარიძეს აქედან აქამდე მიშა სააკაშვილს აქედან აქამდე მაგასაც არ გვეუბნებიან უბრალოდ ყრია რაღაცეები მათ შორის 80% საერთოდ პოლიტიკოსებთან შეხება რო აქვს ისეთი რაღაცები ყრია არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების რავი ოფისების ხრეკების ოქმები არის, მათი დაკითხვის ოქმები არის, რა შუაშია საერთოდ ეს ყველაფერი ჩვენთან გაუგებარია. სინამდვილეში ეს საქმე სასამართლო დარბაზში არ უნდა იხილებოდეს და საერთოდ სისხლის სამართლის ფორმატში წარმოუდგენელია განვიხილოთ ევროკავშირის, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და ეს საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები პროკურატურა მონათლა მტრულ სახელმწიფოებად, რაც წარმოადგენს რეალურად საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს და ამაზე ვისაუბრებთ შესავალ სიტყვაში.